ტიპი 1 დიაბეტის გასაგებად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი სხეული. სხეული შედგება მილიონობით უჯრედისაგან და უჯრედებს სჭირდება ენერგია იმისთვის, რომ შევძოთ მოძრაობას, ზრდა და ფიქრი. ენერგია მოდის საკვებიდან, ძირითადად გლუკოზის სახით, რომელიც წარმოიქმნება ნახშირწყლოვანი საკვების, მაგალითად, მარცვლეულის, ხილის, სახამებლის, შემცვლელი ბოსტნეულისა და ზოგიერთი რძის ნაწარმის დაშლის შედეგად. როდესაც სისხლში გლუკოზის დონე იზრდება, პანკრეასში არსებული სპეციალური უჯრედები აწარმოებს ინსულინს, რომელიც შემდეგ სისხლში გამოიყოფა. ინსულინი მოქმედებს როგორც გასაღები, ხსნის უჯრედებს, რათა გლუკოზა შიგნით მოხვდეს და ენერგიის წყაროდ გამოიყენოს. ტიპი 1 დიაბეტი ვითარდება, როცა ის სპეციალური უჯრედები, რომლებიც ინსულინს აწარმოებს, აღარ მუშაობს. სიტყვებით მომთხვათ, არ არის გასაღები, არ არის ენერგია და სისხლში გლუკოზის დონის მომატება იწვევს ტიპი 1 დიაბეტის სიმპტომებს 1-დან 3 კვირამდე პერიოდში. ძალიან დაღლილი ვიყავი, ხშირად მწყუროდა. ტუალეტში უფრო ხშირად შევდიოდი და წონაშიც დავიკელი. ტიპი 1 დიაბეტი აუტოიმუნური მდგომარეობა, ანუ ჩემი ბრალი არ არის. შეიძლება მართო ჩემი დიაბეტი ინსულინის ყოველდღიური მრავალჯერადი ინიექციებით, ან ინსულინის ტუმბოთი, რომელიც ანაცვლებს იმ ინსულინს, რომელსაც ჩემი სხეული ვეღარ აწარმოებს. დიაბეტის მართვისთვის მნიშვნელოვანია მივიღო ინსულინი, ვაკონტროლო გლუკოზის დონე სისხლში. ვიკვებო სწორად და ვიყო აქტიური. არ უნდა დამავიწყდეს დადებითი განწყობაც. ყოველთვის უნდა ვიყო ყურადღებით, მოძრაობა კვებად და მე ერთიანი წრია.